ევროპარლამენტში სალმა ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლა შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის განცხადებით ევროპარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტმა რეალური გზავნილები გაახმოვანა. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ სალმა ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნის საზენოდ ყველა საშუალებას იყენებს. პრეზიდენტმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გუშინ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, მან 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნა. პრეზიდენტმა ქართული ოცნება მწვავედ გააკრიტიკა და რეპრესიებში დაადანაშაულა, ასევე დასავლეთს უფრო მკაფიო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან კარგი გამოსვლა, ძალიან კარგი დახვედრა. ეს ცალსახა აღიარება მისი ლეგიტიმაციის და ცალსახა აღიარება თვითმარქვია რეჟიმის არალეგიტიმურობის, რომელზეც ღიად და მკაფიოდ საუბრობდა, ასე ვთქვათ, ევროპარლამენტში ის წარმომადგენლები, რომელთაც აქტიური დისკუსია აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოს ყავს ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია და ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუცია. მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს იმისათვის, რასაც აკეთებს საქართველოსთვის, ქართული ხალხისთვის, საქართველოს ინტერესების დაცვისთვის და ქალბატონი პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა საქართველოს, ქართული ხალხის ინტერესებს. სალმა ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპის შუაგულში იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ქუჩაში დგას, ვინც იბრძვის ევროპული მომავლისთვის და ჩვენი სურვილები, ამ ხალხის, საკუთარი ხალხის, ქვეყნის სურვილები გააჟღერა ევროკავშირის შუაგულიდან. ხალხის მხარდაჭერა არის ევროკავშირიდან და ეს იყო იმის გამოძახილი, სწორედ რომ საქართველოს ხალხის გვერდით დგას ევროკავშირიც, ევროპაც და ის სანქციებიც, რომლებიც დაუწესდება ევროკავშირიდან მოძალადე რეჟიმს, არის სწორედ იმის ნიშანი, რომ ჩვენ მეგობრები ჩვენს გვერდით არიან. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ადეკვატური იყო პრეზიდენტის ის აქცენტები, რომელიც რუსულ ოკუპაციასთან პარალელების კუთხით მოხდა, იმიტომ რომ ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი სწორედ აკეთებს იმას, რასაც ჩულავერის კომიტეტის დავალება იყო, სწორედ 21 წლის პერიოდში. ის, რაც დღეს ხდება, ეს არის კრემლის დავალების შესრულება და კრემლის ინტერესების შესაბამისად. დიახ, მოწოდება ევროკავშირზე, რომ მათ უნდა იმოქმედონ ეხლა, არის მნიშვნელოვანი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და მათ შორის დემოკრატიის და ევროპული გზის მტერი ამ შემთხვევაში არის ივანიშვილი, რომელიც შეწყობილად მუშაობს კრემლის ინტერესებთან ერთად. სალმა ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური, ეს არის მისი ბოლო რაღაც გაბრძოლება, ნეგატიური კონტექსტი კიდევ უფრო მეტად გაზარდოს, შეეცადოს გაზარდოს საკუთარ ქვეყანასთან სამშობლოსთან მიმართებით, თუმცა მან უკვე იმდენი შეძლო ამ სამწუხარო გზაზე, ჭყალებში რა თქმა უნდა წარმატება დააზიანოს საკუთარი ქვეყანა, შეეცადოს უпроსტად დააზიანოს საკუთარი ქვეყანა, რომ მისგან გასაკვირი არაფერი არ არის. ერთია, რას ცდილობს ზურაბიშვილი, მეორე რა არის რეალობა და მოცემულობა. დღეს რადიკალიზმის ფაქტიურად ბოლო მოცემულობას ვაკვირდებით, როგორც ზურაბიშვილის გამოსვლაც, ასევე ეს რადიკალების ქცევა საქართველოში. ხედავთ, რომ ნელ-ნელა მილევადია ეს პროტესტი და საბოლოოდ ქვეყანამ 7 ვითარებაში გადაინაცვლებს.